გამარჯობათ. გამარჯობა. მიყვარ ხარ ძალიან. გამარჯობათ. როგორ ხარ? გამარჯობათ. როგორ ხარ ბავშვი? გავაგვიანეთ ძალიან. მოგესალმებით. ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია გთავაზობთ მორი გადაცემას სახელწოდებით დიდი შესვენება ჩემთან ერთად. მე კი მარი ვარ კაცანაშვილი. ამჯერად ჩვენ ორ სტუმარს ერთდროულად უმასპინძლებთ. მათ ვინც იურმალა და მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მოგვანიჭა და ვისთან შეხვედრაც დარწმუნებული ვარ ყველასათვის საინტერესო იქნება. მაშ ასე ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი. დუეტი ჯორჯია. სანამ გადაცემას დავიწყებთ, სურს წარმოგიდგენთ პატარა სიუჟეტი. ძალიან მომეწონა და ძალიან დიდი შემართებით ბალეში გავდეთ ოჯახი. სიმღერების სახელი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მომეწონა ყველა მათი გამოსვლა. შარშან დუეტი ჯორჯია ხო? მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი კი. დუეტი კარგად იყო შერჩეული. მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი. მოგისმენია? კი. სად იმღერეს? იურმალას. მომისმენია. სიმღერა ხო არ გასვლის? ან რომელი მოწონს მაგათ შესრულება? ყველა. ჩემი აზრით ქართულს უფრო კარგად ასრულებენ. ამ დუეტით ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ ასეთი აკადემიური გამოსვლა, როგორც ამ დუეტს ჰქონდა იმ ფესტივალზე, არავის არ ქონია. მე მიკერძოებით არ ვამბობ, რომ ესენი ქართველები იყვნენ. ნამდვილად მუსიკალური თვალსაზრისით, პლასტიკური თვალსაზრისით, ყველაზე აკადემიურები იყვნენ და ღირსეულად მიიღეს ის პირველი ადგილი. I want you to share all my love, always you. No one else will do. ძალიან დადებითად ვაფასებ და ძალიან პროფესიონალურ დონეზე იმღერეს. მეც მახსოვს რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო, კარგი იყო. კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის ვაჟი როა ესეც ვიცი. და ძალიან საინტერესო და კარგად წარგნება ყურებლის წინაშე. ძალიან კარგი იყო ის ინგლისური სიმღერა, რომელიც რატი დურგლიშვილს ეკუთვნოდა. ჟიურიზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაქსიმუმი გააკეთეს, მე მგონია იმ კონცერტზე ამ ბავშვებმა ნამდვილად. მიუხედავად იმ ემოციისა, იმ განწყობისა, რაც იგრძნობოდა, მაინც არ მჯეროდა, რომ პირველ ადგილს მიაკუთვნებდა ჟიური. თორედ ისე ნამდვილად საუკეთესონი იყვნენ. Your eyes, they tell me how much you care. Oh, yes, you. არა, ჩვეულებრივი გამოსვლა იყო, რა თქმა უნდა და როგორ შეიძლება არ გახსოვდეს მათი დუეტი, იმიტომ რომ გამორჩეული იყო თავისი პროფესიონალიზმით ყველასაგან. მე მგონი მათ პროფესიონალიზმი იმდენად აშკარა იყო მათი, რომ მე მაგალითად პირადად არ მეეჭვებოდა, იმიტომ რომ სულ რომ რუსებისგან ყოფილიყო დაკომპლექტებული ეს ჟიური შეიძლება სადღაც ეჭვი შემპარვოდა, მაგრამ რადგანაც იქ იყვნენ პაულს, იქ იყო ლაიმა ვაიკულე, იყვნენ ძმები მელაძეები, მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ხო ობიექტური იქნებოდა და თან ციცით მუსიკა ისეთი რამ არის, რომ იქ შეუძლებელი იყო სუბიექტური. იმდენად მუსიკალურები არიან და ნიჭიერები, რომ მე მგონი რომელ ენაზე იმღერებენ, რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება მაგათი. გაიმარჯოს პირველი ადგილი, მაგის მერე დაგვბომბა რუსეთმა. ეხაც დავბომბავენ თუ ჭკვენ არ ვიქნები. რუსეთს უნდა უმღერო პუტინ, როგორც იმღერებენ ახლა. ბავშვების მეგობრები არიან. ეს მათი მეგობრობა, ეს შინაგანაც ეს იგი ურთიერთობა ესეთი ძალიან დიდ გავლენას ახდენს საერთოდ ერთად შესრულებაზე და მუსიკალურ
პროფესიონალიზმზე, ამიტომ გაიმარჯვეს. ჩემზე უფრო კარგმა პროფესიონალებმა შეაფასეს, მე ვიტყოდი, მაგრამ აი რაც შემიძლია ვთქვა ერის სახელით, ისინი ალბათ ჩვენი გმირები არიან. რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე, დუეტი ჯორჯია, გახსოვთ? ძალიან დიდი მადლობა. ანუ მოგეწონათ სიუჟეტი. ყველა თითოეულს დიდი მადლობა ასეთი ლამაზი დახასიათებისთვის და რა ვიცი, მე მგონი ეს ყველაფერი მართლა თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის გავაკეთეთ და იმიტომ ვიყავით ესეთი ძლიერები და თავისუფლები და ამაყები. კარგით. ჩემი სურვილი იქნება ჩვენი გადაცემა ბავშვობის პერიოდით საუბრით დავიწყოთ. როგორ გაიხსენებდით იმ დროს, როცა ჩვენი ასაკისანი იყავით? მერვე კლასში მე რო ვიყავე მერვე კლასში და რატი მე-9-ში იყო ერთი წელი დიდია ჩემზე. ერთმანეთს არ ვიცნობდით. მაშინ ჩვენ გავიცანით მე-10 კლასში ვიყავით, უფრო აქედან იქნება საინტერესო, მე მგონი რომ გავიხსენოთ. აი, ესეთი მხიარულები ვიყავით როგორც ახლა. არა, უფრო. ესე იგი ქუჩაში ანუ მეგობრები გვეძახდნენ გიჟებს. უკაცრავად ასე პირდაპირ. ესე იგი მაკას ჰქონდა ერთი კოლგას უატარებდა ხოლმე. და ესე შუა პავლოვზე, ესე იგი ყაზბეგის ქუჩაზე, ესე სიმღერით და ნუ რაღაც ხეებთან დამალობანას, ომობანას თამაშობდით და ნუ აი მთელი ქუჩა ასე ვთქვათ, ნუ აი მიგქონდა რა. ესე მხიარულად ვიზდებოდით ერთად. ჩვენ ვსწავლობდით ანასტასია ვერსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში. და ძალიან ისეთი კარგი დღეები გვახსოვს და კარგი პერიოდი გვაქვს განვლილი. ნუ თავიდანვე გქონდა კონცერტები, ბატონი დათო ტურიაშვილი იყო ამ ხელოვნების გიმნაზიის დირექტორი და სულ რაღაც ისეთი კონცერტები იყო, კლასიკური კონცერტები. თითქმის ყოველ კვირა ვატარებდით და ნაიც, დიდი პრაქტიკა მივიღეთ ამ სკოლაშიც. მე 6 წლიანი პაუზა გქონდა მე და რატის სამწუხაროდ. და შემდეგ დავიწყეთ ბარში მუშაობა. ამანაც ძალიან დიდი პრაქტიკა შეგვძინა. შემდეგ იმედის ტალღა იყო ჩვენ ცხოვრებაში ესეთი კონკურსი, სადაც გავიმარჯვეთ ინდივიდუალურად, არა დუეტი. და ამის შემდეგ ქალბატონმა მაია ყიფიანმა ჩვენმა პროდიუსერმა შექმნა ჩვენგან დუეტი. ნუ ჩვენ ბავშვობიდან თითქმის დუეტი ვიყავით, ყოველთვის მღეროდით დუეტში, მაგრამ ამ კონკურსზე არ ვიყავით როგორც დუეტის ამპლუაში. ნუ დაინახა ჩვენში ეს რა ქვია სინთეზი ასე ვთქვათ და შექმნა ასეთი ამარცხლა. ისე სკოლის პერიოდიდან დაგისვათ ერთ კითხვას, ხომ ვერ გაიხსენებით რომელიმე ფორმულას თქვათ ან ფიზიკიდან ან ქიმიიდან ან მათემატიკიდან? ჩვენ არ ვსწავლობდით. ხელოვნების გიმნაზია იყო და მათემატიკა ტექნიკური სიმღერა გვიყვარდა ძილისად. მაინც ალბათ მომღერალ ხალხს უყვარს. კარგად ხატვაც. მე ვხატავდი, ანუ მე სიმღერა არ მქონია, ანუ ჩემი ძირითადი პროფესია ხატვაა. და მაკა მღეროდა. მაგრამ პარალელურად მეც მღეროდი და ასე ვთქვათ. გიმნაზიაში ცნობილმა კომპოზიტორმა ლიდია ვესტმა დადგა ესეთი ინგლისურენოვანი ოპერა, სადაც რატი თამაშობდა პრინცის როლს. კონკია იყო ეს ოპერეტა და პრინცის როლს და მე ვიყავი კონკიას გერიდა. მოკლედ ძალიან კარგი იყო ესეც. ხომ ვერ გაიხსენებით და იმ პირველ სიმღერას, რომელიც ერთად შეასრულეთ? ჩემ დაბადების დღეს. ეს იყო ქალბატონი ირმა სოხაძის სიმღერა გზები. ახ მელოდი არ მახსოვს ახლა.
ესე იგი მეორე სიმღერა იყო ის მერაიქერი და Boyz II Men-ის One Sweet Day მღეროდით, ну ესე იგი ჩვენ მეგობრებს ძალიან მოწონდათ და სულ ესე იგი დაბადების დღე იყო, სადმე ვიყავით, მოკლედ სულ მაგ სიმღერას გვამღერებდნენ. და ასე მოვდივართ ნელ-ნელა სიმღერით. და ჩემი რჩევა არის, რომ გიყვარდეთ საკუთარი საქმე, რაშიც ხართ, რომ აუცილებლად დაგიფასდებათ. იმიტომ რომ ჩვენ ეს შედეგი მარტო სიყვარულმა მოგვიტანა საქმისადმი. და შრომამ. თუ ასრულებთ რატის მამის ბატონი ვაჟა დურგლიშვილის სიმღერებს? კი, ჩვენ ესე იგი ვაჟა დურგლიშვილის სიმღერას ძალიან გვიყვარს ეს ცნობილი სიმღერა ენძელა, რომელიც ახალი ინტერპრეტაციით შემოგთავაზა ლელა წურწუმიამ, მაგრამ ჩვენ ბატონი ვაჟას ნებართვით ავიღეთ ეს უფლება და მღერით ამ სიმღერას ენძელას. და ჩავწერეთ ძალიან ძველი სიმღერა, რატი იყო, მე მგონი 5 წლის ეს სიმღერა რომ დაიწერა. და ჩვენი ინტერპრეტაციით ახალი ტექსტი დაწერა გია ჯოხაძემ და გავაკეთეთ სიცოცხლე გრძელდება, ეს ომის პერიოდი იყო და თემატური იყო ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ეს სიმღერა ვიმღერეთ და გაამართლა უბრალოდ გვინდოდა კლიპის გადაღება, მაგრამ ვერ მოხერხდა სამწუხაროდ. ხო ვერ წაგვიმღერებდით. პატარა მონაკვეთს დიახ. ამ სიმღერის? ცოტა რთულია, იმიტომ რომ იქ ენძელა. ეს ბოლოს წაგიმღერე. კარგით. სულ რამდენი სიმღერა არის თქვენს რეპერტუარში? ჩვენს რეპერტუარში არის დაახლოებით რაც ჩანაწერები გვაქვს 4, მაგრამ ისე, ანუ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახლა ბენდი, სადაც ვამზადებთ უკვე სოლო კონცერტისთვის ვამზადებით, ახლა 25-26 მარტს გვაქვს ქუთაისში. დაახლოებით 30-40 სიმღერამდე გვაქვს გაკეთებული ეს მსოფლიო ჰიტები და ასევე ქართული სიმღერებით შედის ჩვენ რეპერტუარში, მაგრამ სოლო კონცერტისთვის უკვე საკუთარ სიმღერებს შევთავაზებთ მსმენელს. ეს იქნება 5-6 ჩემი სიმღერა, ასევე მაია კაჭკაჭიშვილი გვაძლევს. ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორია ჩვენ სფეროში. და რამოდენიმე კომპოზიტორი კიდე ასე ვთქვათ დაინტერესებულია ჩვენით, რომ შევასრულოთ მისი სიმღერები. თბილისში ხომ არ აპირებთ სოლო კონცერტის გამართვას და როდის? თბილისში ვგეგმავთ სადღაც მაისისთვის, ნუ აი კონცერტმა ჩაიაროს წარმატებულად და მე ასე ვთქვათ საცდელ კონცერტს ვაკეთებთ ახლა ქუთაისში. თბილისში. ვინ არიან თქვენი საყვარელი მომღერლები და აი თქვენ რეპერტუარში თუ არის მათი სიმღერები? ჩვენი საყვარელი მომღერალი ძალიან ბევრი, ანუ ისე კონკრეტულად არ ვართ ასე ვთქვათ. თუ მსოფლიო მომღერლებს შევეხებით, კი, პრინციპში ჩვენ რა სიმღერებიც გვაქვს გაკეთებული, ჩვენი საყვარელი მომღერლები არიან. ნუ სტივ ვანდერი, მაიკლ ბოლტონი, ვიტნი ჰიუსტონი, ჯორჯ ბენსონი, რა ვიცი, ელჯერო, ბევრი ისეთ მომღერლებს უსმენთ, ვინც არის მისაბაძი და ვისგანაც უნდა ისწავლო, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან ვოკალური სკოლა არ არსებობს და გვიწევს საზღვარგარეთული მუსიკის მოსმენა, რათა უკეთ დაიხვეწო და შეისწავლო ალბათ რა, იმიტომ რომ ითით მაინტერესებს ვისთან ერთად ისურვებდით თქვათ სიმღერას თქვენ საყვარელი მომღერლებიდან და საერთოდ უცხოელი მომღერლებს გულისხმობ? ნებისმიერთან ალბათ. ეგ მაგაზე არც გვიფიქრია იცი, იმიტომ რომ ეგ ოცნებათაც არ ღირს. იმიტომ რომ იმდენად არარეალურია. ის მომენტიც არის, რომ რასაც მიზნად დაისახავ, იმას მიაღწევ ყოველთვის, მაგრამ პრინციპში ჩვენ, ანუ მეც ჩემი მეწყვილები პოვე და რაც იმეცება. ანუ არც ფიქრობთ მაგაზე. როგორ მუსიკას ვერ მოусმენთ ვერასოდეს? აი თუ გაქვთ კონკრეტულად რომელიმე ჟანრი? რეპს ვერ უსმენთ, აი ძიმე როკს. როკს და ეს თანამედროვე მუსიკა რო შემოვიდა ახლა დისკო კლუბებში რასაც უკრავენ, სამწუხაროდ ვერ უსმენთ. ადრე უსმენდი, მაგრამ ახლა რაც უფრო გავიზარდე და თქვენს სხვათა შორის რეპისთვის არასდროს არ მომისმენია, ეს თინეიჯერული ასაკიც რომ მქონია. ჩემი მეგობრები ხშირად უსმენდნენ და მე აი, ნუ არასდროს არ მომისმენ, იმიტომ არა რომ რაღაც აი ვერ ვგებულობ, არ მესმის.
ხო არა, იმას არ ნიშნავს რომ ცუდია. უბრალოდ ხო ჩვენი სტილი არ არის და რეპს ვერ უსმენთ. კლასიკური მუსიკა თუ გიყვარდა თუ დადიხართ საღამოებზე კლასიკური მუსიკის? მაქსიმალურად დროის ალბათ ცოტა დროის უკმარისობა გვაქვს ჩვენ და მაქსიმალურად დავდივართ სპექტაკლებზე. ოპერაში არ დავდივართ. ოპერა არ მიყვარს. აი, რატომ თქვა, რომ ხატვა უყვარდა და თქვენი რატი პროფესიით ხატვარი? ხატვარი ხართ? კი, მე დავამთავრე სახელმწიფო აკადემია ქანდაკების განხრით. და აი სიმღერის გარდა კიდევ რითი ხართ დაკავებული, მაგრამ თქვენ? სიმღერის გარდა რა ვიცი. შვილით, ხო? ხონდა მეთქვა და შენ რაც გაქვს დამთავრებული? მე ჩემი პროფესიით არ ვშო, მე დირიჟორი ვარ. დირიჟორი. ნუ რატის დირიჟორო პრინციპში? თუ ითვლება ვიცით რომ საერთოდ პროფესიონალებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ თავისუფალი, მაგრამ აი მაინც იმ პატარა დროის განმავლობაში რას საკეთებთ ხოლმე? შესწორება შევიდან პროფესიონალები ჩვენ ჯერ არ ვართ. მაგამდე ძალიან ბევრი საფეხურები გვაქვს გასავლელი. და დრო გართობისთვის, ხო? კი, აი მეგობრებში ერთად კლუბებში ან ბარში ერთად მივდივართ. ახლა კი მსურს დარბაზს მიმართო, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები? თუ ქონიათ სიმღერის დაწერის ცდელობა და თუ კი რა თემაზე იყო ეს დაწერილი, ეს სიმღერა დაწერილი? ნუ მე ვიტყოდი რომ რატი კომპოზიტორია. უკვე ჩამოყალიბებული, თამამად ვიტყვი მე შეიძლება ეს რატი ვერ თქვას. იმიტომ რომ მესამე დღეს ჩვენ შევასრულეთ რატის საავტორო სიმღერა, რომელიც ჩემთვის პირადად არის უსაყვარლესი სიმღერა, არასდროს არ მბეზრდება ამ სიმღერის მღერა და კიდევ აქვს რამოდენიმე სიმღერა, რომელსაც აუცილებლად შევთავაზებთ მაყურებელს და მსმენელს. ეს ცოტა დროის ფაქტორია, ცოტა დრო გჭირდება რომ გავაკეთოთ და მე არა მე არ მქონია სიმღერის დაწერის ცდელობა. რატო იტყუება, ესე იგი ჩვენ სიმღერას მე რო ვწერ, მაკასთან ერთად ანუ გავდივი კასტინგს გადის, ასე ვთქვათ. ეს იდეებს ხო და ესე ვთქვათ, აი აბსოლუტურად, ესე იგი მთელი დაახლოებით ის ბოლო სიმღერა იორმალაზე რაც შევასრულეთ, არის დაახლოებით 3 თვის ნამუშევარი და ხათაშორის სანამ წავიდეთ იურმალაში ჩვენ მოვასმენინეთ პროფესიონალებს, იმიტომ რომ მესამე დღესთვის უნდა დაწერილიყო ახალი სიმღერა, ახლად შექმნილი სიმღერა უნდა ყოფილიყო და მოვასმენინეთ საკმაოდ ისეთ პროფესიონალ ხალხს და იქ რო გაიგზავნა ეს სიმღერა ერთი ამბავი უნდა მოყვე. იგორ კრუტოის ქონდა ესეთი სურვილი, რომ ჩვენთვის შეექმნა მესამე დღისთვის სიმღერა. და იქ კრუტოი არის დამაარსებელი მოასმენინეს იქ რო უთხრეს, რომ იცით ამ ბიჭსო რატისო დაწერილი აქვს სიმღერა და მაინც მოისმინეთ და რომ მოусმენია. ესე იგი ამაზე უკეთეს მე მაინც ვერ დავწერო. და ნუ გადაწყდა რომ რატის სიმღერა უნდა გვემღერა მესამე დღეს. სხვა შეკითხვა. იყო თუ არა თქვენი ბავშვობის ოცნება რომ მომღერლები გამხდარიყავით? ჩემი კი. ჩემი კი. რატი უფრო მე არასდროს ანუ როგორი მომენტია იცი რომ მე მიზნად არასდროს არ მქონია უბრალოდ მღეროდი მე და ასე ვთქვათ მე არ მქონია ეს მომღერლობა გადავწყვიტე სულ რაღაც 2 წელიწად ნახევრის შედეგია ეს დაახლოებით მანამდე ხატავდი მადლობს და ჩვენი ოცნება იყო ბოლო 2 წელი თითქმის ეს იურმალას ფესტივალი და აუხდენელი იყო ჩვენთვის, მაგრამ ახდა. რა აზრის ხართ ჯეოსტარზე და ვარსკვლავების აკადემიაზე? მე ვფიქრობ, რომ ესეთი კონკურსები აუცილებელია საქართველოში, იმიტომ რომ ყველგან ტარდება ყველა ქვეყანაში. და როცა არსებობს საქართველოში ესტრადა, აუცილებლად უნდა იყოს ესეთი კონკურსები, რომ გამოვლინდეს პროფესიონალი მომღერლები. და შეუერთდნენ იმ პროფესიონალ მომღერლებს. მაგრამ ეს SMS-ები ცოტა ნაკლებად მისაღებია ჩვენთვის. ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომ აბსოლუტურად აფასებდა ჟიური. არანაირი SMS-ები აქ არ იყო ჩარეული და ის ევროვიზიის კონკურსზე
თქვით უარი. თქვენი წარმატებები უფრო თქვენი ნიჭის შედეგია თუ შრომის? რაღაც ისე გამოვა რომ საკუთარ თავზე ვისაუბრებთ. ანუ რა მომენტია იცით რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი აღნიშნავს რომ თქვენში იმხელა პოტენციალია რომ ისრომოთ უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ. არ ვიცით საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებთ. ალბათ ნიჭით გავედით უფრო. აუღნიშნოთ ის რომ ბევრი ვიშრომეთ და შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში, თუნდაც ამ სამ სიმღერაში. კი, მე იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ ესე უშრომველად რაღაცა ადამიანს რამე შედეგი ქონდეს. არ არსებობს. ნიჭს უნდა განვითარება, რომ შემდეგ უფრო მაგრამ იქ გვეუბნებოდნენ სხვათა შორის კონკურსანტები იურმალაში, რომც არ იმღეროთ და ისე გამოხვიდეთო, ესეც საკმარისია და ეს რას ნიშნავს არ ვიცი. მოგესალმებით, რას ფიქრობთ ევროვიზიაზე და ევროვიზიის კონკურსანტებზე? ამ კითხვას ყოველთვის გაურბივართ, ანუ ევროვიზიის კონკურსი? ევროვიზიის კონკურსი არის ჩვენი ოცნების სცენა თვითონ და აპარატურა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეგეთი სტანდარტები, მსოფლიოში ძალიან დიდი ვარსკვლავები მღერიან მაგ სცენაზე და ჩვენთვის ოცნებაა ფაქტიურად. ფორმატი არ არის მისაღები. ფორმატი არ არის, იმიტომ რომ მანდ მუსიკალური კონკურსი არ არის, მანდ არის შოუ და ასე შემდეგ. რის გამოც უარი ვთქვით, იმიტომ რომ ჩვენ ვერც ვიცეკვებდით და ვერც მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ კონკურსზე წარმოაჩინა შენი თავი. იმიტომ რომ აი შარშან, როდესაც უკრაინა იღებდა მონაწილეობას, ეს გოგო ანი ლორაკი ყველანაირად მიღებული იყო. შოუც ჰქონდა, ვიზუალური მხარეც, ვოკალური მონაცემებიც და აბსოლუტურად უჩნდებოდა ამ კონკურსის ფორმატში. და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ რაღაც მოერგო ამ ფორმატს, მაგრამ უბრალოდ რახან ეს ქვეყნები ერთმანეთს აძლევენ ქულებს, ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ვერ გახვიდე პირველ ადგილზე. მაგრამ შოუ აჩვენა, მაგრამ არ დაგიფასდეს. მაგრამ ხალხმა ილაპარაკოს შენს. თან ის მეორე მომენტია, რომ ეხლა როდესაც ამ ხელა წარმატებაზე გავედით, ანუ ფაქტიურად პირველ კონკურსად შეიძლება ჩაითვალოს იურმალა მომღერლების და მე მოდის ევროვიზია, ასე ვთქვათ. რაღაცა ცოტა იცი, რაღაც თამამი გადადგმული ნაბიჯია იქ რო დაუშვოთ მე-14-ზე გახვიდე ან მე-15-ზე, შესაბამისად ის რეიტინგიც ეცემა. და ასე ვთქვათ, არა ვიტკიე თავუტკივარი თავი და თავიდანვე ესე უარი ვთქვით და რაც შეეხება კონკურსანტებს, ნინი, თაკო, კრისცი, სჯოპა, ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან და წარმატებებს უსურვებთ მათ. მე პირადად ძალიან მომწონს მათი ნომერი. და რა ვიცი, იმედი მაქვს დიდი გამარჯვების. მოგესალმებით, ყოლიათ თუ არა თაყვანისმცემლების სკოლაში. მე ვიტყვი მაკაზე. ესე იგი, მაკას ყავდა იმდენი, რომ აი დღეში ამოდიოდა 1-5 თაყვანისმცემელი და ჩვენ დავცინოდით ხოლმე მერე. რომ რაღაცა ის სკოლა გაგახსნილი ან რაღაცა, თაყვანისმცემელი. კი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა მაკას. და რა თქმა უნდა, ყოველთვის მსიამოვნებდა, რომ ქალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ყავს ბევრი თაყვანისმცემელი. და იქიდან ამოარჩევ ერთ-ერთს. იცით, ძალიან მაინტერესებს, რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ და ისანამ სცენაზე გახვალთ? კი. უფლის რწმენა გვაქვს ერთადერთი. ჩვენს ვკითხულობთ სამჯერ. და ეს პირჯვარი უპირველეს ყოვლისა. სხვათა შორის მე გავიხსენებ ერთ რაღაც ფაქტს თვითონ, რომ ჩემი შორეული ახლობლის შვილს გაუვლია ეკლესიასთან და ესე იგი აუტეხავს ტირილი, ეს ბავშვი არის დაახლოებით 3 წლის თუ 4 წლის, არ ვიცი. აი რატისო უნდა უყიდო, იურმალაში ზუსტად მივდიოდით, 2 დღე იყო დარჩენილი, უკვე ვალაგებდით და მივფრინავდით. ესე იგი მოიკლაო თავი ის ხატი სანამ აყიდინა და იმ დღესვე აიყიდა თუ არა შემხვდა, რომ ესე იგი ამ ბავშვმა თვითონ გადმომცა ეს ხატი თავის ხელით და ეს შენო უფალი დაგიფარავსო. და სხვათა შორის ჯიბეში მედო ეს ხატი, გულის ჯიბეში მედო და იმ ხელა ძალა მოდიოდა. რომ აი
ну არც შემშინებია, კი? სცენაზე როცა ვიდექი, ასე ვთქვათ, ხატი მქონდა თან. იურმალას შემდეგ იყო ბევრი შემოთავაზებები, თუმცა აი აგვისტოს მოვლენების შემდეგ რამე ხომ არ შეიცვალა და რა ხდება დღეს ამ მხრივ? ფაქტიურად ყველაფერი შეიცვალა, ესე იგი პირველ რიგში შეიცვალა, რომ ვაწერდით ხელს კერძოდ მოსკოვში ოფიციალურ ვარსკვლავობაზე. იყო ძალიან სერიოზული შემოთავაზებები, იყო ძალიან სერიოზულ თანხებზე საუბარი. ну იქ იყო მოკლედ მთლიანი პაკეტი იყო. იგორ კრუტოის მოთხოვნა. თვითონ იგორ კრუტოის უნდა და ჩვენი პროდიუსერობა გაეწია, პროდიუსინგი. სამწუხაროდ და 23 აგვისტოს ჩვენ მივდიოდით მოსკოვში. 23 აგვისტოს ვაწერდით იქ ხელს, დავჩენილიყავით, მაგრამ ვერ გავბედეთ, იმიტომ რომ აქ ქვეყანას ისეთი მდგომარეობა იყო ქვეყანაში, რომ და ჩამოწერილი რაღაც მთელი გასტროლების სად მივდიოდით რომელ ქვეყანაში და აი აბსოლუტ ყველა გადავხაზეთ ეს. ესე იგი ფაქტიურად არც ერთ ქართველ მომღერალს ასეთი ვარიანტი არ ქონია, როგორც ქონდა ჩვენ. აი ეს იყო უდიდესი მიღწევა ალბათ, რაც კი მომხდარა საერთოდ რა. გაქვთ თუ არა იურმალას კონკურსანტებთან ურთიერთობა და ვისთან მეგობრობთ? ესე იგი გვაქვს კი ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებით, მოგვტირია, ასე ვთქვათ, აი ის პერიოდი რო იყო აბსოლუტურად ისრაელიდან, თუ მოსკოვიდან, გერმანიიდან სულ გვიკავშირდებოდნენ ეს კონკურსანტები, ვინც იყვნენ იქ და ჩამოდით და აქ გაცხოვრებთ და აქ გიყიდით მანქანებს, ბინებს და უპრობლემოდ უზრუნველყოფილები იქნებით და აი მართლა ტიროდნენ. კი, არა მარტო კონკურსანტები, სხვათა შორის ვარსკვლავებით შეგვეხმიანნენ და ესეთი რაღაცა შემოგთავაზეს, მაგრამ ჩვენ ვერ გავბედეთ. ვერ კი არა, არც გვიფიქრია წასვლაზე, იმიტომ რომ ქვეყანაში იყო ასეთი მდგომარეობა. თუ გიხილავთ რომელიმე სატელევიზიო პროექტში და თუ კი როდის მეშთ? ჩვენ უნდა ყოფილიყავით ჯოს ისა ორი ვარსკვლავი ასეთი პროექტი იქნება ახლა, დვეზვეზდი რუსული პროექტი არის, ნაყიდი რუსთავიორზე, რაზეც თქვი თუ არის, იმიტომ რომ მიზეზი იყო ის, რომ დუეტი უნდა გაეყოთ, ანუ მე სხვა პარტნიორი მეყოლებოდა მაგას სხვა. და თან კიდევ კონკურსი იყო ეს, ამას ეს ემატებოდა და უარი ვთქვით. იმიტომ რომ ცოტა ეს ნერვებთან არის დაკავშირებული და ცოტა ძნელია. ანუ აღარ გვინდა კონკურსები, გვინდა უკვე ეს წყნარი ცხოვრება. თქვენი ჩანაწერები ძირითადად ინტერნეტ საიტებზე და ხომ არ აპირებთ კლიპის გადაღებას? კი, ვაპირებთ კლიპის გადაღებას, ეხლა მიდის დახარისხება, რომელ სიმღერაზე უნდა გავაკეთოთ კლიპი. ანუ ცოტა ეს კლიპი უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერმა მომან აი აბსოლუტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. თორე უფრო ადრეულ სექტემბერში პრინციპში უნდა ყოფილიყო ჩვენი კლიპი რატის სიმღერაზე. აი თუ ყოფილა შემთხვევა რომ სცენაზე რომელიმე ტექსტი დაგვიწყებია და როგორ გამოსულ ხართ ამ სიტუაციიდან? ხირი შემთხვევა. დღესაც ეგრეა. კი, უფრო ფაქტიურად ესე იგი იმედის ტალღაზე ადრე რომ ღეროდი, ფაქტიურად არც ერთი სიმღერის ტექსტს არ ვამბობ. არ მოისმენთ. ჯობს აი და თან ეს საიტზე ჩვენ არ ვყრით. გულშემატკივარია ერთ-ერთი ვინც იწერს და მაკა ზამბახიძის სახელით დებს ასე ვთქვათ და მთელი მომღერლები ეს ჩვენი ესტრადის გვიკავშირდება. ვაკრო რატის ან რომელიღაც ნომრები არის ისეთი რომ არ გვინდა. გაურკვეველ ენაზე მღერით. უცხო პლანეტელები ვართ და როგორ ფიქრობთ, თქვენი დუეტის პოპულარობის პიკმა თუ გაიართ, ჯერ კიდევ ყველაფერის წინ არის? არა, ჯერ აუცილებლად ყველაფერი წინ არის, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ვითარებისა. და სხვათა შორის ჩვენი თავი კიდევ უფრო დაამახსოვრა ხალხს აი ამ ომმა, რუსეთთან ომმა და უფრო რაღაც გაგვაძლიერა, რომ ყველაფერი ეს მოხდა იქ რუსეთში, ეს გამარჯვება. ამას წინათ თბილისში სტუმრად მყოფ
ფრანგ კომპოზიტორ მიშელ ლეგრანს ჟურნალისტებმა ასეთი კითხვა დაუსვეს თუ რომელ მუსიკალურ ნოტს გავდათ თვითონ. მან კი უპასუხა რომ ფაძიეს და თქვენ როგორ ფიქრობთ რომელ მუსიკალურ ნოტს გავხართ თქვენ? მეორე ოქტავის დოძიეს უცნაური კითხვა არ ვიცი არა სარგი ფიქრეთ ოქტავა ალბათ ნოტს არა ოქტავას დიდი მადლობა ახლა კი მინდა გთხოვოთ რომ შეგვისრულოთ რაიმე სიმღერა მე მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ წლევანდელი იურმალას შესარჩევით ტურზე მიდის არაჩვეულებრივი ქალბატონი გვიზის სალომე დოლიძე როცა სკოლის გამარჯვებულია თუ გახსოვთ ეს პროექტი სრულად ალბათ ვერ უყურებთ იმიტომ რომ სკოლაში იქნებოდით დილის 10:30-ზე გადიოდა ეს გადაცემა და ნუ არაჩვეულებრივი მომღერალია მე ვიტყოდი რომ კასტინგი თუ გადალახა წარმატებით ის აუცილებლად ხუთეულში შევა და უსურვოთ წარმატებები. და მე მინდა უღმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთანგანს იმისათვის რომ სურვილი გამოთქვით ჩვენთან შეხვედრაზე. აი ერთადერთი რაღაც რაც ბედნიერს გვხდის ჩვენ ეს არის რომ ადამიანებს სურს ჩვენთან საუბარი შეხვედრა. ამაზე დიდი სიამოვნება მომღერლისთვის არაფერი არ არის. Degemberi Uga vegar shvelis Uganesknel moparpate potos Shens mi samartsis evetse Shemodgomis sis verksevse Albat male tetris sevda motos Nadavili sezamtari Mibushtebam karshmarti Magram maris ushenobas shemshlis Magram isemovarti Nafardobze chamobartis Ochi vardevs saitacebs ხელში ძნელია ძალიან აკომპანიმენტის გარეშე ნაბუ Close your eyes I take my heart I gotta try Forget the black memories and you It's very sad Hold me tight The skies are low We gotta follow We snow I'm happy so in love Sweet This like a dream Say you Need nowhere always meet my love ეს ზარაჯირების გარეშე ძალიან ცოტია ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო რატისა და მაკას ჩვენთან მობრძანებისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ გადაცემის ბოლოს მითითებულ იმეილზე შეგიძლიათ მოგწეროთ იმ ადამიანების შესახებ, ვისი ხილვაც გსურს ჩვენ შემდგომ გადაცემებში. ახლა კი გემშვიდობებით. მოვალ შეხვედრამდე.